გამარჯობა მეგობრებო. დაცხა ძალიან ისევ. აი მე როგორ დაცხა. გუშინაც ძალიან ცხელოდა და დღესაც საკმაოდ ძალიან დაცხა. და მოვიდა ყავის დრო. კი არა ცოტა უკვე გადაგვიცდა. და რა შეჭამთ გვირეულს? არაფერს? როგორ შეიძლება უარაფროთ? მე დავლევ სიუყავას, იმიტომ რომ ხელი რო დავლიო. ხვალ ვეღარ ავდგები. ვერ ავდგები. აი ესეთ მოსადუღებელში ვაკეთებ. აქსო მოვიწყდება რომ შუქი არის. Hello. და რა გვინდა? ყავა. ახლა ძალიან დაცხა დღეს. ესე იგი კიდევ კარგი ყინულები მაქვს. და ბოთლში გავიკეთებ სავარაუდოდ. გვეგონა ფერის ცვალება იყო და მე უკვე ისეთი სიცხები აღარ იქნება, თუმცა სიცხები არის. საწახვალ ვერსად ვერ გაიქცა. აი მე დატანჯული სახე მაქვს რაღაცნაირად. მოვისაქმე. მოვდექი და დავიღალე. იქით. რაღაცა კარგი სიახლეები მაქვს თქვენთვის, მაგრამ ჯერ არ გეუბნებით, ცოტა მერე გეტყვით. ხო, კიდე ამ დღეებში თემუდან შეკვეთა უნდა გავაკეთო. სანამ აქ კიდე მოასწრებს მოსვლას. ასე რომ unboxing-იც მექნება. და ჯიჭო მარიც ისეგ, რო თქვენ ერთად მიდიხართ. დედა და თეონა სავარაუდოდ ერთდროულად მიდიან, სავარაუდოდ. თეონა თბილისში მიდის, რა თქმა უნდა, და დედა ვლადიკავკაზში, მაგრამ მე იქიდან წავა რუსეთში, მაგრამ სადღაც ან ერთ დღეს სწავლენ, ან ერთ დღეს ააცილებენ მაქსიმუმ. უეჭველი კვირას მიდიხარ. საღამოს ჩამოვა? მუშაობს კვირას? ანუ შაბათს მუშაობდა და კვირას დიდას ჩამოვა. ო, თეონა კვირას მიდის, ბავშვები მიყავს. მე ცოტა ვიქნები, ჯერ კიდე ერთი სადღაც 3-მდე 4-მდე ვიქნები. და მერე წავა. და დედაც ამ დღეებში წავა უკვე. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ შეიძლება მალევე მოუწიოს ჩამოსვლა. რაღაცა საბუთებზე საქმეები აქვს და შეიძლება მალევე ჩამოვიდეს სადღაც სექტემბრის ბოლოსკენ. ასე რომ ძალიანაც ვერ მოვასწრებთ მონატრებას. მალე ჩამოვა, მაგის იმედი მაქვს. გავიკეთე ყავა. პროცესი აღარ გამოვაჩინე. ბევრი არაფერი ჭიქაში ჩავყარე. და აქვე მოვსილე, ჰა? თან როგორი სასარგებლოა? ქუთ სასარგებლო უზონეს. თახჩენ სასარგებლო. კომბოსტო ეწნელი. ო, ძალიან სასარგებლოა. ალუ ბალე მურაბა, შემე მურაბა. ქადა გვაქვს. ლამის დამაგვიწყდა. რაღაცა მეგულებოდა და მეთქი სად არის? კარჩი ჩავდეთ. აი. ვიღაცა მიანარცხა ეს თებში და გატყდა.
ვიღაცა მიანარც ხათებში ბავშვებო დეგახსენი მაჰა ხვემნა კონკანა იაიდია ბუნსა ხმაჯ ყოვსი სარჯ ხრა კაჩურუ ყობდა დაბლა ჰა აი აწალი ბავშვებს ვაძალებ ითამაშეთ მეთქი რამე წყლით იწუწავეთ მაინც თქო ეზოში ითამაშეთ და ესე იგი იმდენად გიჟობენ შიგნით გარეთ გამოსვლა არ უნდათ ხან ტელეფონებში ზიან ხან რაღაცა ეზოში ცხვირის გამოშვება არ უნდათ მილე უყათა მიყვარხარო დე кушать что А что будет? я еще не говорю Что, где, когда? მე ძალიან არა ვარ მაინც და მაინც ხადის კლიენტი მაგრამ მართლა ძალიან გემრიელი ხადა გააკეთა ძალიან გემრიელი მე ამდენი რაღაცის ნერვი არა მაქვს ყოველდღე ამდენი რაღაცა რო ვაცხო და ვაკეთო მაგრამ კვირაში ერთხელ შაბათ-კვირას ან შაბათ-სამკვირას ბავშვებს ყოველთვის რაღაცას უმზადებ ხან პიცა იქნება ხან რაღაცა ძირითადად პიცას ითხოვენ ხოლმე და კიდე რას შაურმას ძირითადად ამ რაღაცებს ითხოვენ გადავარდი. ახლა კიდე არა. ცოტა. ლეხვის მურაბა უმეტიდები გადარჩა არა მგონია ლეხვის მურაბა მეგობრებო მომიგდეს თავთავი. ой, кутно карточка. დაგესხა ყავა და ესხა იატაკზე რა კარგია ლეხვის მურაბა ბავშვობიდანვე ძალიან მიყვარს თან რო რუსეთში რითი რაღაცები არ ეშოვებოდა ჩამოვდიოდი და აქ რაღაცა ძალიან დელიკატესი იყო ჩემთვის თუმცა იქითაც მიქონდა ხოლმე რაღაცები მაგრამ ეხლა დედაჩემი სამსამი ბავშვით რო დადიოდა რამდენს აიღებდა განამარა ეხლა ძალიან მიყვარს როგორ დადიოდა სამი ბავშვით რუსეთიდან საქართველოში სამი ბავშვით კიდე და უზარმაზარი ჩემოდნებით არ ვიცი ძალიან გმირობა ჩემთვის თემუკა ანებე ისა რაღაცა ნიავი მოდის ცივი და ბუზებიც ძალიან იკპინებიან აი 2 წუთი ჩამოჭდები თუ არა აივანზე და ეგრევე შეგჭამენ ბუზები ეთყობა წვიმა იქნება სავარაუდოდ ისე ხო აი ნიავიც ისეთი ცივი ნიავი უბერავს ეხლაც უკვე დილიდანაც ძალიან გრილოდა რო ავდექი მე ცოტა ხანში ეგრევე გამოიდარა მაგრამ ეხლა ისე მე მგონი რაღაც აპირებს რაღაცას თემუკა საიდან მოიტანე? ნახო აბა ერთი ამინჩი რა წერია რა იქნება 1 წუთი შევხედო სალო გაიკეთეთ ვიყო გაიკეთეთ ვიყო ეგრარი ორგანიზერი. ის ორგანიზერი. ანა ზვალო ხარია. ჰო ორგანიზერი მე მეგონა ზღვის გოჩს უკეთებდი რაღაცა სიმართლე რომ გითხრა და მაგრამ არ არის მყარი ეს რა აი ეს რა არის რა უნდა ჩადო მას Она даже некрасиво. Как ты это можешь положить? мама во-первых во-вторых შენ უფრო ბევრი შეგიძლია მე ზუსტად ვიცი ისი თქმა მინდა გიყიდი უფრო ლამას კარტონებს და რაღაცებს და იმისგან მაინც გააკეთე აი აქ რა უნდა მილენა ანდარა, შენ ახლა დაგიჯებს, ეს დაგაყავა. და მე არც მითქვია ესე გააკეთე მეთქი მე ჯერ გითხარი ჯერ ოდნავ თბილი წყალი დაასხი მეთქი არა. მაშინ როგორც კიდე ესე გააკეთე და სხვა თბილისწყალი. თბილ წყალში დადნება შაქარი გაიხსნება დადნება არ გაიხსნა იმიტომ რომ ყინულები ჩაყარე და
მე ესე არ მithქვია გააკეთე მეთქი. არ დაგიჯერებო. თორე მე დავიჯერე და ისე გააკეთე. არა, ეგრე არ იყო. გავიგე რა მითხარი და და თუ ვერ გაიგე რა უნდა ქნა? უნდა თავიდან შეეკითხო ადამიანს. თუ ვერ გაიგე. სკოლაში ესე არ აკეთებ, რამეს რო ვერ გაიგებ არ კითხულობ. აქაც ის იგივე გექნა. დე შევკვეთოთ ხო რაღაცები, მოიცა ვნახავი ხო რაღაცებს. შერები. გიგზავნე. კაი. თეონა შენ გინდა მუშკა და კობრიკი ხო? შე? ციციბური და აღარც არის უკვე შიგნით თითქმის. და შენ ვერ გიგებ, ვიცი რატო? იმიტომ რომ რა გითხარი? მეთქი ზღვის გოჭისთვის ისინი მეთქი დასაფენკი არა. აი რო იძინებს მაგაზე. კობრიკი. არა, ღირდა 5 ლარი. და მითხარი კობრიკონ პაგრიზოთ მამა. ნი კობრიკ. აბა რა. ისედაც კარგად ძინა. არა დედა რა, რამდენი არ დაუფინეთ ყოველთვის ფეხი უცურავს იქ და ვერ ჯდება. და მე რა ცალკე კიდე ეგ მარეცხინე ხო? მე ვიძახი. პილონ კოზი არაფერი მითქვია. აბა რა. პილონ კანი ნი გრიზუ. ნუ ისო, ამოჩუქა საბოკანა. რო გაჩვენე დღე. ნუ კი, ძალიან ცუდი ძაღლი იქით და ჩახვიდე. იქ რო ვიყავით რომ ვიდიოდით სკოლაში. ისა. არ იყო ის ძაღლი. არა, თემო, ხან შიგნით არის, ხან გარეთ, მაგრამ ძალიან იკბინება და შენ კიდე უცხო ბავშვი ხარ. არ შეიძლება. და რა, აბა მაჩვენე რა შევ. ეს რო გაჩვენე. აბა. დაჭირება რა არის? დაჭირე. ცუდი ინტერნეტია. და რა არის ესე მითხარი აბა? სად წვება მან. ბაბა კალათაღა მაკალ და ეხლა რა. და იმაზე ის თქვი ეს არა, მაგრამ თუ გინდა ხის სახლიო. ხის სახლი ვიპოვე ყველაზე იაფი 10 ლარი. კაი, და ვნახავ ის და 5 ლარი. ჩავაგდოთ აბა ჯერ და მე ვნახოთ. აი, ხის სახლი. იმიტომ რომ ხის სახლში რა თქინდა რომ უბრალოდ შევიდე ეს მეტი რას აკეთებს იქ. რა საკეთებს მაგის ძალიან აუცილებელია სახლი. იმიტომ რომ მაგაზე ითლის კბილებს და ფრჩხილებს. ეს სპეციალურია მაგათვის? კაი, მაშინ ვიყიდი. ოღონდ მეტი არაფერი. მე თუნუყი. კი, როგორ? ზოღ მაღაზიაში. დიასახლისთან არის ზოღ მაღაზიაში, ვიცი სადა მე რო წავალ კიდევ კარგი არის ეგ მაღაზია ახლოს თორე. ვუყიდი მეთიდან ჩემი ფულით 50 ლარი მაქვს. აი ესეთი გემრიელი ჭადები გამოვაცხე. და დღეს პირველად უნდა გავს კიდე გაჩვენოთ. აი ესეთი გემრიელი მიურის მწნილი გვაქვს შეხედეთ. გემრიელესი, სუპერესი. მართალია მოკლედ არ ვიცი. საზოგადოებაში ჭამა არ შეიძლება ამის, მაგრამ მე ძალიან მიყვარს რა ვქნა. ნივრის მწნილიც მიყვარს და ზოგადად ნიორიც მიყვარს, მოკლედ რა ვქნა რა გავაკეთო. და დღეს პირველად უნდა გავსინჯო. მე გაგესინჯია. შეხედეთ, არასოდეს არ გამისინჯავს. იმიტომ რომ არ მიყვარს ზოგადად ჭარხალი. ნუ რა ვიცი, მეგონა რომ არ მიყვარს, მაგრამ დედა ჩემი დღეს ისე გემრიელად აკეთებდა რომ მინდა გავსინჯო. მოხარშული ჭარხალი ტყემალში. ალბათ იცით. ეს გადაყვანა. მე ძალიან სასარგებლოა. იცით ალბათ. ტყემალი თუ ის ჭარხალი. ჭარხალი, ხო, სასარგებლო არის, ვიცი, მაგრამ რაღაცა არასოდეს არ მომინდა მის გასინჯვა და ეხლა მომინდა რომ აკეთებდა და იცი როგორი კაია მაიონეზში. თან ტყემალიც ისეთი კარგი გაქვს. ძალიან. ანა. ჭარხალი უნდა გახეხო ცოტა წვენი გადაუწურა ეს გახეხილის წვენი ბევრი აქვს ხოლმე და მაიონეზში, სუნელებში, კინძი ცოტა ნიორე, აი ესეთია. მოხარშული თუ ცოცხალი? მოხარშული. ვიგი ცოცხალს ასჭამს არ ვიცი. აბა გავსინჯოთ. მისთ გემრიელი ტყემალი აქვს თან მელოს. ნახოთ. რა კარგია? აუ რა კარგია მართლა? ძალიან კარგია. ჭადი უხდება. ჭადთან ერთად ხო? მეტესად გასვენი მეფში აკეთება. თურმე რა გემრიელია? რა ვიცი, სხვა დროს არასოდეს არ მომიდა მის გასინჯვა. Super.
ძალიან კაია. ახლა კი ნიუ-იორკს უნდა მივადგე. უნდა გაჩვენოთ. აი ნახეთ რა უნდა გაჩვენოთ, არ მინდა რომ შევაშინო ახლა. ძახს გარეთ არ უშვებთ. აი შეხედეთ რას აკეთებს. როგორ თხრის რო გავიდეს. ამას უყურეთ. არ მინდა ახლოს მივიდე. ვაი მე ბავშვები რა დღეში არიან გარეთ. მიუხედავად იმისა, რომ კარი ღია, ცოტათი შემოღებულია და არ უშვებთ გარეთ, მაინც თამილა იქ დგას და არ უშვებს. ნახეთ ხრის, რომ რამენაირად გავიდეს მაინც. დე! აბა შემოიხედე ერთი წუთი. აი იქ დადექი ოღონდ არ შემოხვიდე. ავართა მაუმაქას რებს აკეთებს. ერთი წამი დააცადე აბა. ნახე როგორ თხრის. ეხა დაწვა. შეგეშინდა თუ რა დღეში ხარ? პისო გაიქცა პისო. მეგობრებო მართალია წვიმა არ არის ჯერ, უკვე არის 8 საათი, მაგრამ ჯერ წვიმა არ წამოვიდა, მაგრამ ესეთი ცივი ნიავია რომ აი რა ვიცი, აშკარად წამოვა წვიმა. აშკარად წვიმა იქნება ეს ჩვენი თეთრეული. უბრალოდ ტანსაცმელი გაშრა. რატომღაც ტანსაცმელსაც რო ფენ ტანსაცმელსაც თეთრეულს ვეძახი, არ ვიცი რატო. ჯერ ცოტა ის არის, ცოტა ნესტიანია. ტანსაცმელსაც თეთრეულს ვეძახი. აი აშკარად გრილა ისე რომ მინდა შორტები მაცვიო მუხლებამდე და მინდა რომ რაღაცა გამოვიცვალო და უფრო სხვა რამე ჩავიცო, მაგრამ მე ზარება სიმართლე რომ გითხრათ, მაგრამ ბავშვებს შევხედავ, აბა ვნახოთ. რა უნდა მომიყვე? თბილისი და საქართველოს როგორ გაკეთდა? აბა მიდი. ხო, დადიოდა კაცი რა თოფები უნდა ესროლოს ჩიტებს და ჩავარდა ერთი ჩიტი თურმე ცხელწყალში. მივიდა ის კაცი. ხო? დაიბოვა ცხელწყალი, გამოიხედა და აქ უნდა ის ავაწყო ის ავაშენო ქალაქი. რომელსაც უნდა დავარქვაო? თბილისი და მაგ ეხა დღეს ისა warm არის თბილი. ხო. და მაგიტო დაარქვეს თბილისი. და ესე ისა შექმნეს საქართველო. ხო, საქართველო არა თბილისი. თბილისი. საქართველოს დედაქალაქი. ხო, და მე კიდე ქალაქები დაემატა. ყოჩა, მაგარი იყო. დაარსა თბილისი. ვინ იყო მელანო? ისა ვინ დაარსა? დავით? აღა? აღმაშენებელი. ყაჩა. ეგ არის სწორი ამბავი. ვაი, მე როგორ გრილობს. კამილა ტიტველა. აუ, ტიტველა კამილა რა გვეშველება. და მელანოც მოკლე შორტებშია. სორი მაიკაცი. მე შორტები რო არაცვია, გრძელი შორტები რო არაცვია და მოკლე რო აცვია. ვაი, გაფრინდა. პარკი. აიმე, ეს ყვავილები როგორ მომწონს, როგორი ლამაზია. აიმე რა ლამაზია. აუ ხო ძალიან ლამაზია. რაღაცა ძალიან ლამაზი ფერი აქვს. არც ვარდისფერი, არც იასამნისფერი. წინაზე მქონდა ამნაირი შილაკი და ბავშვები ამბობდნენ ზუსტად შენი ფშხილების ფერიაო. და ეს კიდე ვარდია, რომელიც ესეც ძალიან ლამაზია, მაგრამ ეხლა არ აქვს. აგი. ერთი კოკორი აქვს, მეორე კოკორი აქვს. ესეც გაიშლება ხვალზე, ლამაზი იქნება ძალიან. რა ლამაზია. თამილა ბავშვებს დარაჯობს. არავინ აღარ არის. წავიდნენ ყველა ის ზემოთ აუბანში იქ თამაშობენ ბავშვები. ხო, მართლა სიგრილეა. კამილა! მოდი, გამოიცვალე და გრილა. მოდი, უცებ ჩაგაცმევ და გაგიშვებ, მოდი. უცებ ჩაგაცვა და გაგიშვებ, მოდი. მოდი გრილა.
კამი სამაკატი წახვალ, მოდი. სამაკატი წახვალ, მოდი დედა. მოდი უცებ გამოგიცვალო, წამოჩქარა. აი დაგახვედრებ სანამ მოხვალ, მოდი. როგორ არ გინდა გრილა? მელო შენ შარვალი ჩაგეცვა რა. ახლა კი დაგემშვიდობებით შემოწირფასებო, ბევრი ლაიქები, ბევრი კომენტარები. მადლობა რომ დღევანდელი დღე ჩვენთან ერთად გაატარეთ. როგორც ყოველთვის გამოიწერეთ ჩვენი არხი, ხვალ კიდევ უფრო საინტერესო რაღაცები გელით. დროებით.